მოდით განვიხილოთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით ჯანმრთელობა, ფინანსები, სასიყვარულო ურთიერთობა და ბოლოს რჩევასაც ამოვიღებ. მე უკვე გავშალე წინასწარ, დრო არ დაგვეკარგა, ვიცი სურსწრაფები ხართ. მოკლედ, ზოგად ენერგიებში ერთი კვირის განმავლობაში ოჯახური საკითხები იქნება პრიორიტეტული, შეიძლება მშობლებთან ურთიერთობა, მეუღლესთან ურთიერთობა, პარტნიორთან ურთიერთობა, ცოტა დაძაბული სიტუაცია შეიძლება გქონდეთ, ცოტა აგრესიულიც თუ თავს ვერ გააკონტროლოთ, შეიძლება ძალიან გაბრაზდეთ. მაქსიმალურად კი ეცდებით, რომ თავი გააკონტროლოთ, შეიძლება ბევრი შრომა, ბევრი ენერგია, ბევრი რესურსის ჩადება მოგიწიოთ რაღაცა სიტუაციებში, აქ რომელიც ოჯახთან იქნება დაკავშირებული, შეიძლება რაღაცა ვიღაცის მოთვინიერება, ვიღაცისთვის თავზე ხელის გადასმა, რაღაცის მოთმენა, რაღაცის ატანაც კი მოგიწიოთ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. პირად ურთიერთობებს რაც შეეხება ეხლა თქვენთან ამ ერთი კვირის ვადაზე. ცოტა მოწყენილები ჩანხართ პირადში და ცოტა იმედგაცრუებულები. შეიძლება ელოდებით პარტნიორისგან ან მეუღლისგან არ აქვს ახლა მნიშვნელობა ვინ გყავთ რაღაცა ნაბიჯს, რაღაცის შეცვლას, მაგრამ არ იცვლება ეს სიტუაცია ან თუ იცვლება ძალიან უმნიშვნელოდ და ცოტა სწრაფად გინდა შეიძლება შედეგის მიღება, არ გაკმაყოფილებთ არსებული მდგომარეობა, აქ რაღაცა მეტი ბრძოლა ჩანს, თითქოს კრიზისში ხართ, თითქოს სულ თავდაცვა გიწევთ, ან ურთიერთობის გადარჩენა გიწევთ, რაღაც თქვენს თან იბრძვით, მაგრამ თან ისე გინდათ, რომ ძალიან აქტიურადაც არ გამოჩნდეს თქვენი მონდომება და ბრძოლა და ცოტა ბალანსი დაიცვათ. აი მოწყენილი მედგაცრუებულ პოზიციებში მაინც დგახართ და შეიძლება რაღაც გამოსწორებას ელოდებით და უყურებთ. შეიძლება, არ შეიძლება, რომ მე შემდგომში ნაბიჯები სხვანაირად დაგეგმოთ და გადადგათ. კვირა ცოტა ნელია პირადი ურთიერთობების კუთხით. რაც შეეხება ჯანმრთელობას. ჯანმრთელობაში ერთი რაც პრობლემურია, შეიძლება ესეთი წელი, ხერხემალი, ზურგი იყოს პრობლემური, თუ დიდხანს გიწევთ დგომა ან ფიზიკური გარჯა. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ექიმთანაც მოუწიოს ვიზიტი ან პროფესიონალთან შეხვედრა და რაღაც საკითხების გამოკვლევა ერთი კვირის განმავლობაში. ემოციური ფონი არის დასაბალანსებელი თქვენ ჯანმრთელობაში, იმიტომ რომ აქ შეიძლება ეს ფსიქოსომატურს ეძახიან ხოლმე რაღაცები ფსიქოლოგიური გქონდეთ ჯანმრთელობაზე და ამას მიხედვით, ან ქვეცნობიერიდან მოდიოდეს ჯანმრთელობის პრობლემები. რაც შეეხება ფინანსებს და ფინანსურ არხს. ფინანსებში ხარჯები გექნებათ საკმაოდ, მინდა გითხრათ, შეიძლება რაღაც სახით ანახარჯების ათვლა აღრიცხვა მოგიწიოთ. ისე საქმეში ვიცაც ახლა განსაკუთრებით ბუხალტრული სფერო, ვისაც გაქვთ ან რაღაც ფულთან შეხება გაქვთ, ძალიან ფრთხილად აკურატულად მივდექით ამ საკითხს, იმიტომ რომ შეიძლება დაგჭირდეთ მომავალში ან რაღაცა საკითხები, კითხვის ნიშნები გაჩნდეს თქვენს ფინანსებთან დაკავშირებით და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოგიწიოთ. თქვენ თუ ახლა მსგავსი სიტუაცია არ გაქვთ და უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი ხართ და არც ჩვეულებრივად მუშაობთ და გაქვთ საქმე, შეიძლება რაღაცა ხარჯების დათვლაში იყოთ და ცოტა მოწყენილებიც კი იყოთ ფინანსური თვალსაზრისით. აი რა ჩანს ხარჯი, ძალიან ბევრი ხარჯი, შეიძლება რაღაცა გადაფაროთ, ვალდებულება სესხი, გაანულოთ ყველაფერი, კი ერთი მხრივ გაიმარჯვოთ სიტუაციაზე, მაგრამ მეორე მხრივ გულით დაგწყდეთ, რომ აი ეს მთელი თქვენი შრომა წავიდა ესე გავიდა, განვიდა და თლად არ მოგეწონოთ ეს პროცესი ვალის გადახდის ან დაფარვის, იმიტომ რომ შეიძლება თლად თქვენიც არ იყოს ეს ფინანსური ვალდებულებები, რაც წამოკიდებული გაქვთ. ეხლა ვნახოთ რჩევა ერთი კვირის განმავლობაში. ტარო რას გირჩევთ თქვენი ჰარმონიულობისთვის და თქვენი სიმშვიდისთვის. რჩევა ესეთია. იყავით აქტიურები, თავდაჯერებულები, ინიციატივიანები და მართვის სადავები აიღეთ თქვენს ხელში. დაინახეთ ყველა რესურს და შესაძლებლობა, რომ გაქვთ. ანუ შეიძლება ვერ ხედავთ და ვერ აფასეთ ბოლომდე საკუთარ ნიჭს, საკუთარ უნარებს, საკუთარ შესაძლებლობებს და დააფასეთ. თვითშეფასება აიმაღლეთ, ვიზუალი, იმიჯი, ან მაქსიმალურად ლიდერულ პოზიციებში დადექით ამ ერთი კვირის განმავლობაში. გამოგივათ კიდეც წარმატებები. შესაძლებელია რაღაც მომენტში გარისკვა გიჭირთ და ტარო გირჩევთ, რომ გარისკე
გადახდი, წადი, გარისკე თქვი, რომ აი თუ რამე არ იცი, თქვი რომ მე არ ვიცი ეს, მაგრამ მზად ვარ ვისწავლოთ და გარისკეთ და წადით და ისწავლეთ. ან გარისკეთ და გააკეთეთ და პროცესში მოვა ყველაფერი. ან უნდა გადახდეთ რაღაცა მომენტში, ჰოპ დაიძახოთ და მინდა გითხრათ, რომ კარგადაც წავხვალთ. თუ გააკეთებთ და გარისკავთ და თავდაჯერებულობას მოიკრებთ და ძალებს მოიკრებთ, ყველაფერი კარგად გამოგივათ, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი პოტენციალი გაგაჩნიათ, თითქოს დანახვა გიჭირთ ამ ყველაფრის. დაინახეთ თქვენი შესაძლებლობები. ბედნიერ წარმატებულ სიყვარულით, სიხარულით სავსე კვირას გისურვებთ. ჩემო საყვარლებო, პირადი გაშლებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ Facebook მაყურებელმა Facebook გვერდზე, TikTok და YouTube მაყურებელმა Instagram გვერდზე.